პრეზიდენტი მოკლულია, მაშინ დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ ერთი ამბავით განვიხილოთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. ეს საკითხი ეხება რიყეს. სოფელ რიყეს. აი ის გადასახვევი როგორც ვიცით ძალიან მნიშვნელოვანი ამბები მოხდა და გვაინტერესებს აი როგორ იყო რომ ზვიად გამსახურდია რამოდენიმე კვირა თქვენს გარეშე დარჩა მარტო და იქ როგორც ვიცით რობიზონ მარგველანი იყო დაცვის უფროსი რომელმაც სტეჩკინი იპოვა და მე ხმა ვერ გაიგო თავი იარაღის გასრულის და მთელი საკითხები რომელიც ახალგაზრდებს ძალიან კარგად გვიქნება გასარკვევი და მოსაკლევი მაგრამ იქამდე თქვენ მოგვიყევით ეგ ამბები. ოდის რობიზონ მარგველანი და მეუბნება რომ შემოყო თავი მე წინა მხარეზე ვარ და ისო პრეზიდენტმა თქვა რომ რიყის გადასახლებთან დამხსეს გურამიო დახვდენო გურამიო და რიყის გადა 1 საათშიო მე ვთქვარი ჯო რიყის გადასახლები რაც გვინდა მეთქი აგერ მივდივართ მეთქი ერთად ღამის 3 საათია არავინ არა ჩვენს გარდა ღამის 3 საათი რა რიყის გადასახლები მეთქი და ამას უყვირე ვაგინე მაგრამ წავიდა წაიბუწმოდა ეს და წავიდნენ და ეს ბიჭები აქ არიან ახლა და ბიჭებს ხო ესმის კაცს ეს ყველაფერი და რა ვქნათ რა მე ვთქვარი რა თქვენს გავაკეთოთ მეთქი და წავედით ჩვენ რიყისკენ? რიყის გადასახლებია ხო იქიდან შორს არ არის და იმ თუთას ბატონო გურამ არ იყო საშუალება მარგველანის საეჭო იყო თუ როგორი ეს დავალება თუ რა არის ერთად როცა მიდიხართ და რიყეზე დამელოდე არ შეგეძლო დავუშვათ პირდაპირ პრეზიდენტთან მისვლა რომ რას ვაკეთებთ. კი მაგრამ ჩემ თავს ვერ ვაგადრეს და ამას ვერ ვაგადრე მათ ხო ვარ თქვა მე რა ვიცი შეიძლება პრეზიდენტმა მართლა უთხრათ მე არც მიფიქრია ეს მე გავიგე ციხეში რომ მოვხდი და მარგველანის ის რომ ნახე რა ქვია მიცემული ჩვენება მაშინ მივხვდი რომ რაც მოხდა იქ რითი მივხვდით ბატონო ესე იგი ნახე მე ხო დამიჭერეს და მარგველანა საიდან იცოდა მე რომ დამიჭერდნენ მაგრამ მარგველანის ის ნახე დაწერილი ესე იგი მიცემული ჩვენება სადაც მარგველანი წერს რომ პრეზიდენტმა გვითხრაო ბიჭებო თქვენ კარგად ჭამეთო კარგად ივარჯიშეთო რომ მე თავს რომ მოვიკლავ მე კარგად დამარხოთ აი ეს სიტყვა სიტყვით ეს მარგველანს უწერია ხო მარგველანს უწერია და ეს ჩვენება სისხლის სამართლის საქმეში დევს და მე ეს ამოწერილი მაქვს და რომელი ტომია რომელი ის არის ეს ისე ხო არ ლაპარაკობ ეს მისი ნაწერი ავიღე და გამოვაქვეყნე იმ დროს ციხეში რომ ვიყავ ისე გამოვაქვეყნე და პირდაპირ დავწერე მე რომ ეს დაცვის ის არის მონაწილეობდა ამ მკვლელობაში თუ თვითონ არ მოუგლია თუ თავი მოიგლა მაშინ მაინც დაცვის ბრალია თუ არა და თვითონ მონაწილეობდა დაცვის წევრები ვიღაცა შემოუშვეს და იმან მოგლა ყოველ შემთხვევაში დაცვა ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში მეთქი და ეს დავწერე და ამის შემდეგ იყო ჩემ წინამდე რო წავიდა მთელი აი რა წავიდა ის დავასრულოთ რიყეზე რა მოხდა და რიყეზე რომ მივედით ჩვენ აგერ 4 კაცი ვარ სადაც უნდა შეხვედრები 1 საათი ვიყავით 2 საათი არავინ არ მოვიდა იქ შემდეგ ჩვენი ბიჭები ნახე პუშკინა ზედმეტ სახელი ქონდა პუშკინას ისინი მოდიოდნენ უკვე მეორე დღეს ჩვენ შეტევაზე უნდა გადავსულიყავით ხო და მე ვთხარი პრეზიდენტი არ არის წადით თქვენ და დამატებით ინფორმაციას მოგაწვით მეთქი სადაც იყავით იქ დისკუსირება იქ გააკეთეთ მეთქი წამოვედი მე უნდა გავაფრთხილო ახლა ხალხი რომ ესენი არ არიან საწავიდა პრეზიდენტი აზზე არა ვარ მაგრამ მე ვიცი რომ ის სვანეთში უნდა წასულიყო მაგრამ მე ხო არ ვიცი ფაქტიურად ის ნათქვამი ვიცი იმის რა ქვია მარგველანი ადგილი არ იცით სვანეთში სად და როგორ წამოვედი ბიჭები უნდა გავაფრთხილოთ მოვედი შტაბთან აქ დგას ცხონებული ირაკლი ჩხეიძე და ქოქო ვაჭიბერიძე და მათ უთხარი რაც მოხდა გააფრთხილეთ მეთქი ბიჭები გავაფრთხილეთ ყველაფერი და ამის შემდეგ ჩვენ წავედით პრეზიდენტს მოვძებდით მეთქი რამე ჩვენ წავედით ორუმში ერგეთაში იქ ტყებია და იქ გია მამფორიას სამეზობლოდ იქ ვიმალებოდი ჩვენ და მე გავუშვი ბევრი ხალხი მაგრამ არავინ არ მიიკარა ესე იგი არ მიუშვეს პრეზიდენტთან არავინ ჩვენგან გაგზავნიდი ხალხი ვერ მიდიოდა პრეზიდენტთან ვერ მიაგე თქვენი აზრით ვინ იქნებოდა ხელისშემშლელი ის დაცვა მედი არაფერი გასაგებია და მე ფიქრობ ახლა მაშინ ახლა ვასკვნი ამას რომ მე ჩამომაშორეს პრეზიდენტს და მე მოხდა ის რაც მოხდა მე რომ ჩამომაშორეს პრეზიდენტს ამის შემდეგ 56 დღის შემდეგ მოკლეს პრეზიდენტი და გურამ ახსანძე რა კავშირში აქვს და მე რატომ მეძახიან რომ შემკვლელობაში მონაწილეობა მიიღო და რაღაცა გესმით აი სასწაული რაღაცა ხდება და მე ბრალსდებ ამას შეიძლება მე ხო არ მინახია ვინ გამოკრა ხელი მაგრამ ამაში დაცვა რო ურევია და
100%-იანი რომ პრეზიდენტი მოკლულია, მაშინ დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ იმას აიძულებდნენ რომ შეეთხზათ ისეთი ინფორმაცია რომ პრეზიდენტი ემზადებოდა თავის მოსაკლევად. ეს დააწერია სიმატყოვას. ანუ საბოლოოდ ბატონო გურამ იმ კითხვაზე პრეზიდენტმა თავი მოიკლა თუ მოკლეს ერთი სიტყვით თქვენი პასუხი როგორია? პრეზიდენტი მოკლეს.